გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ბრძოლის ხმა და სანამ საუბარს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი. გამარჯობა გიორგი, როგორ ახალ გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის, მოწვევისთვის. სასიამოვნოა ჩემთვის რა თქმა უნდა. გაიხარე. ესეთ კარგ გადაცემაში მონაწილეობის მიღება. სასაუბროც ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ შერეული ორთაბრძოლები დღეს მთელ მსოფლიოში იმდენად პოპულარული გახდა და პოტენციალის ჯერ კიდევ ძალიან დიდია, ყოველდღე ვითარდება და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაშიც ერთ-ერთი უკვე წამყვანი სპორტი არის. ზოგადად ორთაბრძოლები ქართველებს გვიყვარს და ბოლო წლებში ამ მსოფლიო ტენდენციას მივყვები ჩვენს და ძალიან ბევრი სასაუბრო გაქვს ერთი სიტყვით, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, GFC-ის პრეზიდენტს, ასევე ორგანიზაცია GFC-ის და მოგვიყვები რა ხდება და პირველ ეტაპზე დავიწყოთ ფედერაციიდან დავიწყოთ საუბარი, რაც საკმაოდ საინტერესო არის, რადგან აქ მოზარდები არის ჩართული და უფრო მეტი უფრო მეტ მასშტაბებზე არის საუბარი და რა ხდება და რა გეგმები გვაქვს და როგორ მიდის საქმეები. კი, კარგი კითხვაა სათავშორის და მოგახსენებთ ყველაფერს, ახლა როგორ ხდება, რა ხდება. ფედერაცია არის ერთ-ერთი ჩვენი შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია, რომელიც არის აღიარებული ოფიციალურად სამინისტროს მიერ. რა თქმა უნდა, მხარს გვიჭერს ყველაფერში აბსოლუტურად, ნებისმიერ ტურნირში, ნებისმიერ ღონისძიებაში. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებიდან იცი დავით თქვენ კარგად, როგორ დავიწყეთ და დღეს უკვე რა დონეზე ვართ. ეს რა თქმა უნდა შრომის შედეგია და ჩვენ შრომას მოვყვები თუ რა იყო და როგორ იყო. ფედერაცია მაშინ არ აღიარებული არ იყო, არაფერი არ იყო, მაგრამ იმ დროისთვის მაინც ტარდებოდა ხოლმე რაღაც მეტნაკლებად შეჯიბრები. ანუ საკუთარი სახსრებით კერძო სექტორის ხარდაჭერით მეგობრების როგორც ყოველთვის ხდება. ხო, მაშინ ისეთი ის იყო რა, არ იყო ესეთი პოპულარული. აქედან გამომდინარე უკვე ოფიციალურად 2 წლის უკარო ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, იქიდან უკვე ჩამოყალიბდა ნაკრები, პირველი, მეორე, მესამე ნომრები. ესენი ყველა ამათმა ყველანმა მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და შედეგიც გვაქვს. ევროპის ჩემპიონატზე 2 მედალი გვაქვს. არა, ევროპაზე გვაქვს 2 მედალი, 2 ბრინჯაო და 4 ვერცხლი. მსოფლიოზე 1/3 გავაკეთეთ შარშან. კარგი შედეგი არის, როგორც ახალი ორგანიზაცია და ახალი განწყობები, ფედერაცია, რა თქმა უნდა, იდეალური შედეგია და თვითონ სამინისტრო მათ მოიწონა ეს ყველაფერი, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვითხრეს ამის შემდეგ კიდევ უფრო და ეს მხარდაჭერა საიდან გამომდინარე მოხდა კიდევ და როგორ ხდება ზოგადად. აი ხლა კიდევ ქონდა ჩვენ საქართველოს ჩემპიონატი, იყო პირველი ნომრები, ნაკრები ჩამოყალიბებული. ამ ნაკრებიდან ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ გურამ გუგენიშვილის, ჩვენი ძმის, იცნობთ ძალიან კარგად, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მაგის სახელობის დარბაზის 60 დღესდღეობით, მაგრამ ჩვენი კლუბი არის რა, ეს გურამ გუგენიშვილის სახელობის კლუბი, მაგრამ ვატარებთ კიდევ დავიწყეთ გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირების ჩატარება, რომელიც დღეს ახლა ახალგაზრდა ნაკრები ჩამოყალიბდა გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირზე, გამარჯვებულები და გურამ გუგენიშვილის ტურნირზე გამარჯვებულები გაემგზავრებიან აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდულში ეს რა. რაც შეეხება მე უკვე მსოფლიო ჩემპიონატს, ეს ნაკრები რამდენი ადამიანით სპორტსმენით არის? სრული შემადგენლობით, ყველა წონაში ყავს მონაწილე, თითქმის, იმიტომ რომ იქ არჩევა მოხდა, ერთობლივად ფედერაციის გუნდმა გადავწყვიტეთ, ვინ უნდა წასულიყო და ვინ არ უნდა წასულიყო, შეიძლება აქ იყოს ახლა ესეთი მომენტი, რომ მაგალითად პირველი ადგილი აიღო, მაგრამ 2-3 ჩხუბი იჩხუბა, მეტი ვერ იჩხუბა რა და ვერ გამოვლინდა იმის შესაძლებლობები. და დამატები ჩატარდა კიდე გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირი, საიდანაც კიდევ დამატები დაირჩა სპორტსმენები და ჩამოყალიბდა ნაკრები. სადღაც მე მგონი თუ არ ვცდები 35 კაცის შემადგენლობით მიდივართ. დიდი გუნდია, დიდი სერიოზული განაცხადია ეს კი ბატონო. ჩვენ კიდევ ახლა როცა ვიყავით ხო ევროპის ჩემპიონატზე, ამ წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთში, მაშინ იქ ვილაპარაკეთ სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან და შევთანხმდით, რომ არ შევთანხმებულად, უბრალოდ ჩემი აზრი უთხრა, რომ საქართველოს ჩავატარო შეთავაზება გავუკეთე.
აზრი მოეწონა და მითხრა რომ გაიარეო მაშინ და პასუხი გამაგებინეო. მე რო ჩამოვედი, დაველაპარაკე ჩვენი მინის ბატონ შალვას, რომ ესეთი სიტუაცია, გაიარა ყველაფერი შალვამას და რა თქმა უნდა პოპულარულია ჩვენთან ეს სპორტი, ყველა უყურებს, აი რამდენი მაყურებელი, GFC ჩავატარე, რამდენი მაყურებელი იყო, ხო? ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ზოგადად ამ სპორტს და თანხმობა იყო იქიდან გამომდინარე მე რო უკვე ჩამოიყვანეთ სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი შევთანხმდით ხელშეკრულება გავაფორმეთ და გადავწყვიტეთ რომ წელს კი არა მარტო 3 წლის განმავლობაში ჩატარდება საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში. ხო, კარგი ეს ძალიან ინფორმაცია არის, ასევე შესაძლებლობა არის და მსოფლიო ფედერაციიდან ის დობის ფაქტორი არის, რომ ესე კარგად გვენდობიან, რომ კიდევ ჩვენ ზრუნავთ რაზე? დავით, იმაზე რომ ახალგაზრდა სპორტსმენები როგორ განვითარდნენ და ბრძოლის უნარიანები რო გახდნენ, ხო? ეს ჩემი იდეა იყო პირადად, რომ ჩამოვყალიბე Young Warriors-ი, რომელიც არის ახალგაზრდული მებრძოლები ქვია ესეთი, რომ იღებენ მონაწილეობას ამ Young Warriors-ში, ყოველთვე ტარდება ეს და შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ მიიღონ მონაწილეობა, გამოსცადონ თავის შესაძლებლობები და იქიდან გამომდინარე, იქიდან კიდე ბევრი ბავშვები ირჩევა კიდევ რა. Young Warriors-ი ტარდება სამოყვარულო თუ სამოყვარულო? არა, პროფესიონალები არა, იმიტომ რომ პროფესიონალები უკვე ოფიციალურად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ანუ Young Warriors ემსახურება სამოყვარულო სპორტის განვითარებას და სპორტსმენების ჩართულობას. მსოფლიო საიტი არის Double-O-J, ესე ქვია, იქ რო შედიხარ მონაცემებიც არის სამოყვარულოს ცალკე, პროფესიონალებისაც ცალკე. და იქიდან გამომდინარე არ შეიძლება რომ პროფესიონალმა მიიღოს სამოყვარულოში ბრძოლა. სამოყვარულომ შეიძლება რომ მიიღოს ბრძოლა პროფესიონალებში უკვე, როცა უკვე პიკზე მივიდა თავისი მიწვრთნელი გადაწყვიტავს იმას, რომ უნდა იბრძოლოს უკვე პროფესიონალებში. ეს იმაზეა დამოკიდებული. ჩვენ რაც შეგვიძლია შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვეხმარებით ყველას. ყველა მხრივ, ყველა კუთხიდან რომ განვითარება გქონდეს, დარბაზებს, ეხლაც კიდევ უფრო მეტი ყურადღება წამოვა და კიდევ მეტი დახმარება რეგიონებში. ანუ Double-O-J-ს აქვს ორი ისა რა რეკორდი, არის პროფესიონალური რეკორდი და არის სამოყვარულო რეკორდი. გვაქვს რომ ჩაწერ სპორტსმენის. ორივე ჩანს იმ დაბლა არის, რომელიც არის წერი ამატორს და დაბლა წერია იქ. კი ბატონო. სამოყვარულო და Young Warriors-ის პროექტი, ში მაგალითად სპორტსმენი, ვინც Young Warriors-ში გამოდის, მისი შედეგი, ანუ რეკორდი ისახება Double-O-J-ში როგორც სამოყვარულო მოწყობარის Young Warriors-ი, არა მარტო Young Warriors-ი, საქართველოს ჩემპიონატის კიდე. გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირი რო ჩავატარეთ ახლა ისიც შედის სოფლიო საიტზე, ჩვენ ეს უკვე გაკეთებული იყო და ჩვენ წარმომადგენელი ყავს იქ, რომელიც უკვე თავისით ავტომატურად იდება უკვე ყველა შედეგები. კორიზე რეკავს. ძალიან საინტერესო პროექტი არის, რადგან რაც უფრო მეტი ღონისძიება ჩატარდება, ანუ ივენთები, მით უფრო მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მით უფრო მეტი განვითარება იქნება ამ სპორტის. მით უფრო მეტი ხმაური არის და ინტერესაც მეტი ინტერესიც არის დავისთავად, კი ბატონო. მოყვარულები და არის კიდე პროფესიონალები, ხო, გვაქვს კიდევ პროფესიონალური ლიგა, რომელიც ძალიან წარმატებულია და თითქმის მთელ ევროპაში და აზიაში იციან უკვე რა ლიგა არის. ნორმალურია და ყველანაირად გამართულია და GFC-ზე საუბრობ. კი, რომ ყველა მითის უკვე და ჩვენ ამ მარტო მოყვარულებიდან რომ გადმოდიან პროფესიონალებში, პროფესიონალებიდან ხდება მე რომ უკვე დიდი სპორტსმენი შექმნა, ხო, რომ შეიქმნას დიდი სპორტსმენი და წარმატებას მიაღწიოს. როგორ უნდა მიაღწიოს? იქიდან გამომდინარე, უნდა ქონდეს რეკორდი. ანალოგიურად რას ვლაპარაკობთ წეღან. ეს არის Double-O-J, სადაც უნდა ეწეროს რეკორდი. ეს ყველა ნებისმიერი UFC-თან რო დავიწყოთ, Bellator-ი, PFL-ი და Brave-ია თუ რაცა ნებისმიერი ორგანიზაცია უყურებს ამ რეკორდს. ეს რეკორდი თუ არა აქვს სპორტსმენს, არაფერი არ არის და ჩვენ იმ სხვა გადაცემებში გქონდა ამ თემაზე საუბარი სპორტსმენებს, აი მაგალითად პროფესიონალი მებრძოლებისთვის ძალიან დიდი და კარგი შესაძლებლობა არის, რომ საკუთარ ქვეყანაში შეიძლება გააკეთო რეკორდი, რომელ რეკორდსაც უყურებს აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ქართველ სპორტსმენებს აბსოლუტურად ყველას ვადლებთ იმის საშუალებას, რომ მიიღოს პროფესიონალური რეკორდიც, რომ დააგროვოს 4-5 ბრძოლა, რომ უკვე ნებისმიერ ორგანიზაცია მიიღოს მერე. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი დიდი პლუსი არის როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც და თან არა მარტო იმ ორგანიზაციებისთვის, რომელიც და არა მარტო მაგალითად ხა კონკრეტულად საუბრობ GFC-ზე, არა მარტო GFC-ისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც არის, რადგან ქვეყანაში როდესაც არსებობს ესეთი ორგანიზაცია, რომელიც არის სტაბილური, ძლიერი და აკეთებს ბრძოლებს, ხო, მაგალითად უყურე დავით რა ხდება ახლა. ყავს ქართველი ორი ჩემპიონი, ხო, ერთი პატარა ქვეყანაა და ჩემპიონები როცა გახდნენ ილია და
მერაბი სადღაც 200 ბავშვი მოემატა დარბაზს. ჩემთანაც სრული ისეა. პასუხისმგებლობით გეუბნები. ჩემთანაც ისეა. ხო და ეს არის რა თქმა უნდა დამსახურება, ხო, ამ ბიჭების, ყველა იმ ადამიანისა. ხმაურია, ჩვენი რაული პოპულარიზაცია დამსახურება, ამ არის. ხელა ლეგენდარული სპორტსმენია, იმდენი რეკორდი აქვს, მართლა როშეკრიბოს სულ ერთად მაგდენი ჭხუბი არავის არ ექნება. რაულას ბევრი, მაგაც თავისი ისენი ქონდა. იღბალიც არის რაღაცა, მაშინ რაღაცა პრობლემები იყო, კორონის დროს დაემთხვა რაღაცა, მე სხვა ორგანიზაციაში ქონდა ხელშეკრულებები გაკეთებული, ვერ მივიდიოდით და ბევრი ვიწვალდი, ბევრი, მაგრამ ვერ გამოვიდა UFC-ში, მაგრამ იმედი არის კიდე რაღაცები რა მნიშვნელობა აქვს? მადლობა თავისი დამსახურებისთვის და ქვეყნის დროშის აწევისთვისა. მადლობა იმის, რომ კიდე ძალიან ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა მაგანაც და კიდე სხვა ბევრმა ადამიანებმა, ვინც არიან ნებისმიერი ყველა სპორტსმენი, ვინც ბრძოლობს, ვინც გადის საზღვარგარეთ და ვინც იღებს მონაწილეობას და ვინც ქართულ დროშას აფრიალებს, ყველასი ძალიან ბევრი დამსახურება და დიდი დამსახურება ეს პატარა ახალგაზრდა თაობის სწორგზარის დაყენება, რომ მოდიან დარბაზში და დაინტერესებულები არიან ამ სპორტის სახეობით. GFC-ზე ვსაუბრობდით და ეხლა შემდეგი ივენთი როდის არის დაგეგმილი და შემდეგი ივენთი ვინ თუ ისე fight card-ზე თუ შეიძლება ანუ ზოგადად საუბარი ვინ შეიძლება ვიხილოთ შემდეგ ამ ეტაპზე რაღაცა მონახაზი ჯერ არაფერი არ აქვს, მაგრამ სავარაუდოდ როგორც ყოველთვის ნორმალური კარგი კარდი იქნება და კარგი ბრძოლები იქნება, სადღაც სექტემბრის 9-ში ვარაუდობთ გაკეთებას ბათუმში. აგვისტოს 9-ში მოდიშთ. 9 აგვისტოს. 9 აგვისტოს კი. აუცილებლად მოვალთ და შეიძლება 8 აგვისტო ის იყოს, რომ ბარემ ჩვენი გმირების ხსოვნისადმი ტურნირი გავაკეთო 8 აგვისტოს დავამტყიო ეს შეჯიბრი. დიდება გმირებს და მათი სახელი ხსენება. ჩვენ ხო ეგეც დამოუწდა ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვის იან გვარიორს მე მოგეხსენება საიდანაც ვარ გორის რაიონი არის სოფელი ხურვალი, სადაც არის კონფლიქტის ზონა, აი ჩემი სახელიც კონფლიქტი მასთან არის, საზღვართან არის და ყოველ სეზონზე უკვე მესამე წელია ვატარებთ ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი ტურნირის იანგვარიორის სოფელში ჩემთან. კარგი საქმეა. კი და ეს უხარია ყველას და რა ვიცი თვითონ. დიდი ჩვენ საუბარში მე შემდეგ გადავერთეთ და სოფლიო ჩემპიონატის თარიღები რო მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. სოფლიო ჩემპიონატი დაიწყება როდის არის და რამდენი დღე გაგრძელდება? და სად ჩატარდება ესეც რო ახსენოთ. სექტემბრის 27-ში დაიწყება სოფლიო ჩემპიონატი და დამთავრდება 2 ოქტომბერს. ფინალები იქნება უკვე, ფინალური შეხვედრები იქნება 2 ოქტომბერს. ეს ჩატარდება ახალი სპორტის სასახლეში, დიჩი, რომელიც არის, მან 2 სპორტის სასახლე, ერთი არის ძველი და ერთი ახალი, რომელიც გაკეთდა, დიდი სპორტის სასახლე, რომელიც არის, მან ჩატარდება და უნივერსიტეტის ქუჩაზე, კი. და ყველაზე საინტერესო კიდევ რაც არის, ეხლა მოგეხსენებათ ბრეივი როგორი ორგანიზაცია, შეიხების ორგანიზაცია, აბუ-დაბის ორგანიზაცია და მაგათ მიყავთ ეხლა მანდედან მოხდა ილიაც, მანდედან მოხდა მაგ ორგანიზაცია მოხდა ჩიმაევიც და კიდევ სხვა ძალიან ბევრი სპორტსმენები UFC-ში. და ჩვენ მოლაპარაკება სადღაც 3 დღის უკან მქონდა უკვე, მე პრეზიდენტს ბატონ შახის ველაპარაკე, ვინც არის ბრეივის ფედერაციის პრეზიდენტი და მე აქედან GFC ფედერაციის ორგანიზაციის პრეზიდენტი. ვისაუბრეთ და დავგეგმეთ ესეთი რაღაცა და სადღაც 90% გადაწყვეტილი არის, რომ როცა იქნება ესე იგი ფინალები 2-ში ოქტომბერს, 2 ოქტომბერს, 3 ოქტომბერს ჩატარდეს GFC და ბრეივი ერთად ისევ იმ ლოკაციაზე, სადაც არის მსოფლიო ჩემპიონატი. ანუ ამ მსოფლიო ჩემპიონატს, ამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატს შემდეგ დახურავს GFC-ს და ბრეივის ერთობლივი ღონისძიება. სადაც ჩვენი ქართველები ძალიან ბევრი მიიღეს მონაწილეობას და როგორც მოგიხსენებათ, მე მგონი 5 ქართველი ყავს უკვე ბრეივში, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაკეთებული კონტრაქტი აქვს, დადებული და სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ეს სადიტურო ჭხუბი უნდა იყოს, ან ერთი ან 2 ქართველის აუცილებლად ერთი რაულისი უნდა იყოს და კიდე იქნება რამოდენიმე ადამიანი, ვიზეთ შეიძლება რომ საინტერესო ღონისძიება იქნება და ძალიან სანახაობა იქნება და ძალიან ისეთი მასშტაბური ღონისძიება იქნება. წარმატებები გისურვებ და მიხარია რომ ესეთი კაი დიდი ორგანიზაციებიც უკვე ქართულ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს პროექტების განხორციელებას, ეს კოლაბორაცია დარწმუნებული ვარ რომ დიდ შედეგებს მოიტანს და საქმეს გააკეთებს. მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს ჩვენ დიდ გუნდს, რომელიც გვეხმარება, ფედერაციას მთლიანად თანამშრომლებს, რომ ერთობლივად ვაკეთებთ თქვენ ყველა იმ ადამიანს, რეგიონებს ვინც ჩვენს გვერდზეა, რომ ამ განვითარებაში გვიწყობს ხელს და გვეხმარება, რომ რეგიონები ახსენეთ და ესეც ერთ-ერთი საინტერესო
საინტერესო თემა არის, რადგან ჩვენც მოგეხსენება, რომ რეგიონებიდან ვართ ყველა. ხო და რეგიონებში იქნება ძალიან ანუ ეს ფედერაციის შერეული ორთაბრძოლების ფედერაციას რა მდგომარეობა არის დღესდღეობით რეგიონებში, რადგან ვიცით რომ ეს ახალი ფედერაცია არის 2-3 წლის ახალი ფედერაცია არ არის, უბრალოდ აღიარებულია 3 წელია დაახლოებით აღიარება რომ მოახდინეთ. ხო, ფედერაციას, ანუ ზუსტად იმას გულისხმობ, რადგან აღიარება არის, შემდეგ რეგიონებში უფრო მარტივი არის ამის განვითარება, რადგან სპორტსკოლაში ჩვენ უკვე გვაქვს რამოდენიმე რეგიონების ფედერაციის პრეზიდენტები დანიშნული და ვაკეთებთ კიდევ ყველა რეგიონში აბსოლუტურად განვითარებას, სპორტის სახეობას, ფედერაცია ჩვენ როცა გქონდა საქართველოს ჩემპიონატი წელს და ჩამოყალიბდა იქნა ნაკრები, ყველა მწვრთნელები, რეგიონის ხელმძღვანელები იყვნენ მოსულები და უთხარი ყველა კლუბის წარმომადგენლები, რომ ყველა კლუბი აბსოლუტურად ვისაც სურვილი გაქვს გაერთიანების და ფედერაციაში რომ დაახლოებით რამდენი კლუბი არის გაწევრიანებული თუ გახსოვს, ანუ გაწევრიანებული სადღაც არის ალბათ 11-12 კლუბი. ეს პატარა არ არის და კიდე 1-2 მაგდენი დაემატება. მეტის პოტენციალი გვაქვს აშკარად ყველა. მეტის პოტენციალი მართლა არის. მე ზუგდიდელი ვარ და დიდი სურვილი მექნება რომ ზუგდიდის კლუბი და არა მარტო ზუგდიდის სამეგრელოს ქალაქების რაიონების მარტო სამეგრელო მარტო ზუგდიდი ხო არ არის, ძალიან ბევრი ქალაქებია და იქიდან შეიძლება ყველა ქალაქებზე ყველა თავის კლუბმა მიიღოს მონაწილეობა და დარეგისტრირდეს ფედერაციაში ოფიციალურად და იყოს ოფიციალურად ფედერაციის წევრი. პირადად მეცნიერული მონაწილეობას რა თქმა უნდა ამ საქმეში და გამიხარდება ოფიციალურად იქნება აღრიცხული ჩვენი ეს რა თქმა უნდა ოფიციალურად იქნება ჩვენგან ფედერაციისგან ყველა აბსოლუტურად ყველა კლუბი ჩვენ ხელი გაშლილი გვაქვს, კარები ღია ყველასთვის, ვისაც თანამშრომლობა უნდა, მეგობრობა უნდა, ხელს არავის არ უშლით. ყველას ეხმარებით, გაგიცემთ. ჩვენიერია, კარგია. ეხა ვიცი რომ ამერიკაში მიემგზავრები და ცოტა ამაზე ვისაუბროთ, ვსწავლობ რომ დიდი გეგმები და ამბიციური გეგმები გაქვთ და ამაზეც ვისაუბროთ, მოკლედ თუ შეიძლება. როგორ შეიძლება ამერიკაში მიდივართ? რა ხდება ამერიკაში, რას ამზადებთ? მოგეხსენებათ არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, მერაბის ბრძოლა შონომალთან. სამწუხაროდ მერაბის ბრძოლას ვერ ამარა, ილიას ბრძოლას დავესწრები. ილიას ბრძოლას მე დავესწრები რაღაც. ერთად დავიდეთ, მაშინ ერთად დავიდეთ. ახლა ბატონ მინისტრთან მივიდივარ და მე დამხვდი. იქ ვერ დაგელოდები მაგდენი ხანი არ შემიძლია ამერიკაში ვერ ვძლებ მე, არ ვიცი. ამერიკაში. რო ჩავდივარ მაქსიმუმ 1 კვირა, 10 დღე და მე წამოსვლა მინდა უკვე. ვეღარ ჩერდები ხოლმე იქ. ხო და რაც შეეხება ამერიკას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაზე მივდივართ, იქ იქნება რაღაც საკითხები კიდე, შეხვედრები დალაპარაკება თუ შეიძლება როგორ ჩატარდეს საქართველოსიც UFC და ძალიან ბევრი რაღაცა მე და ბატონი შალვამი მინისტრი და გვინდა რომ ბატონ მინისტრთან კი და გვინდა რომ ძალიან ისეთი ის გავხადოთ საქართველოში. მე რომ ნახე Facebook-ზე იმის ინტერნეტში რომ ნახე ბაქოში, ანუ აზერბაიჯანში რომ დაანონსდა. მე პირველად თავიდან ვიფიქრე, ანუ ფეიკი. გაგიკვირდათ ყველას ხო აზერბაიჯანში ორი ქართველი ყავს ჩემპიონი საქართველოში არ ტარდება. იქ რაღაც ცოტა პოლიტიკური თემა. ანუ ეგ კარგია რომ ტარდება ბაქოში. რაღაც თავანთი რაღაც მიზნები აქვს, თავანთ რაღაცას, მაგრამ ჩვენ ჩიტა სპორტული განვითარების კუთხით მივდივართ იქ რომ ჩავატაროთ UFC საქართველოში. საქართველოში UFC რო ჩატარდეს, იქნება სასწაული იქნება. და იმედი მაქვს რომ ჩატარდება და ღირსიც არის ახლა ჩვენი ქვეყანა იმისა. ღირსი როგორ არის? მართლა ძალიან ბევრი სპორტსმენია. ეს პატარა ქვეყანა ვარ და ორი ჩემპიონი ყავს და კიდე ნუ მარტო UFC ხო არ არის, კიდე ილიას და მერაბის კიდე სამი კაცი ყავს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის მარტო ხო UFC არ არის რა, არის კიდე სხვა დიდი ორგანიზაციები, სადაც ქართველი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობა და დასაფასებელი არის ეს რომ აი იქამდე მიისწრაფიან იმ UFC-მდე რომ მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ და ხელშეკრულება და კონტრაქტი აიღონ UFC-ში, ხო? ესენი ის ნაბიჯები ამ ეგ ვინც არის ის გაიარეს უკვე იმათმა და მოხდნენ იქ UFC-ში. კიდე არის ახალი თაობა, რომელიც ყურადღება სჭირდება და მხარდაჭერა სჭირდება ამ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომელიც იქ უნდა მოხდეს. უკვე ის არის განვითარებული 18-19 წლის ბიჭები ხდებიან უკვე რა. ჩვენ ახლა 5 კაცი ყავს UFC-ში, ხო? როგორც მახსოვს, 5 სპორტსმენი მებრძოლი ყავს. 5 ყავს. მიეცემა თუ არა უფრო მეტ სპორტსმენს ესემა კონტრაქტები აქვს და UFC-ში არიან და სახში არიან რა, მაგრამ საქართველოში აი როგორც ერთ შეკითხვა მაქვს. საქართველოში აი მაგალითად დადგა ის დრო და დღე რომ საქართველოში ჩამოვა UFC და
დაიწყება UFC-ს, ანუ დაგეგმვა საქართველოში. ანუ საინტერესოა მიეცემა, ხო, ღმერთმა აქნას, რომ მოვა და მჯერა რომ მოვა და მიეცემა თუ არა უფრო მეც სპორტსმენს, რომ მაგალითად მოხდეს UFC-ში, რადგან როცა შენ ქვეყანაში ატარებ. აგიხსნით, მე გეტყვით ეს ხდება ყოველთვის როგორ არის საინტერესოა. ყველა ქვეყანაში არის აბსოლუტურად, როცა ტარდება შენს ქვეყანაში, ქვეყნიდან შეგიძლია 5 სპორტსმენი ჩასვა, რომელსაც ხელშეკრულება შეგიძლია მიცე. ერთჯერადი თუ მრავალჯერ? არა, 4 ზოგადად UFC იძლევა 4 ბრძოლას. 4 ბრძოლა თუ წააგე, გამოგიშვებს უკან. ან 3 თუ წააგე და 1 მოიგე, გამოგიშვებს უკან. თუ დამოეწონები და წინ მიდიხარ, რა თქმა უნდა, მეტი ანუ კიდე 5 დამატებით სპორტსმენს შეიძლება მიეცეს შანსი იმისა, რომ UFC-ში გააწეროს ხელი. აი ახლა მაგალითად, აი ოთარი იყო წასული უკვე ამერიკაში ხო ვიყავით, ბრძოლა მოიგო. UFC-ში უკვე დაუძახეს, ჩავიდა თუ მენეჯერმა დაუძახა, UFC-მა დაუძახა, რომ UFC-ში მოხვედრილი იყო, იქ ელოდებოდა ის ზამენებს ეძახიან ესე, რომ სპორტ ტრავმას რომ მიიღო სპორტსმენი. ჭდება. იქ მიიღო ოთარმა ტრავმა და რო ჩამოვიდა, მეორე დღის მოვიდა, ეს თქოთეშტი რომ აი ბრძოლა გააქვს, ხო. ხო, აი ეგეთი ის არის. აი კიდე მანდ არის კიდე ხლა ესეთი ვინც იყვნენ ეგეთი სპორტსმენი. ანუ ტრავმა რო არ მიიღო, ვიღაცის მაგალითად ჯდებოდა და всё, უკვე ჯდებოდა 14-ში ახლა. 100%-იანი ჯდებოდა. მაგრამ ოპერაცია გააკეთა, ჩამოვიდა, კიდე აქ იმის შანსი, კიდე კარგი ბიჭია ოთარი და შანსი ახალგაზრდაა, ჯერ ასაკითხელს უწყობს და დარწმუნებული ვარ. ხათაშურის ელოდებიან, კიდე ბიჭებიც ელოდებიან, აი ამირანი ელოდება ახლა ამდენი ხანი 8 თვეა წასულია თუ რაღაცა ელოდებოდა, მაგრამ ვიზის პრობლემა ქონდა რაღაცა როგორც გავიგე, რომ ვერ ხდებოდა, ძალიან მოკლე პერიოდში აძლევდნენ ბრძოლას. არის იმისი შანსი, როცა ამერიკის ვიზა გააქვს, ჩახვიდა და კონტრაქტი მიიღო. ამერიკის ვიზა თუ არა გაქვს, თან ამერიკის რეკორდიც უნდა ქონდეს. ვიზა უნდა ქონდეს, ეს ბიზნეს ვიზა უნდა ქონდეს, სამუშაო ვიზა უნდა ქონდეს, პიერთი რომ იქ მე მახსოვს მე გლოდში რო ვჩქავდი, როგორ ვიზა ჩვენ აქვს და ჩვენ დავდივარ და მოგზაურო, ჩვენ ტურისტული ვიზა გვაქვს, გაწლიანი ვიზა მაქვს ახლა, ამით არავინ არ გაბრძოლებს იქ, აუცილებელია. მე გლორიში რო ვჩხუბობდი, მაშინ ამერიკაშიც მაქვს 3ჯერ ნაჩხუბარი. და მეც ორჯერ მქონდა PP1-ები მქონდა, P1-ის ვიზა მქონდა, რომელიც სამუშაო ვიზას გულისხმობს და ნუ თანხას ვერ გიხდიან კიდე მე და სხვა რაღაცა ნიუანსები აქვს მაგათ რომ არ შეიძლება რა ეს მით ტურისტულ სხვათა შორის ჩინეთში რო დავდივით ხომ ჩინეთიც მასე იყო. ჩინეთის დიდი პრობლემა იყო მე. ჩინეთშიც იყო რაღაცა ბიზნეს ვიზას ვაკეთებდით ხომ კიდე სპორტსმენებისთვის, ჩემთვის ჩვეულებრივად ადრე. ეხლა მე მგონი სულ ვიზები მოიხსნა პრობლემა აღარ არის, მაგრამ ადრე მასე იყო. ანუ ოფიციალურად თუ გინდა, მაშინ ვიზა მაინც გინდა, მაგრამ ხო, ეხლა უფრო ცოტა შედარებით უფრო გამარტივდა. მეც იყო პერიოდი სხვადასხვა ტიპის ვიზებს ვიღებდი, რადგან კონტრაქტი ითვალისწინებდა, ანუ სამუშაო ვიზას და ცოტა ესე პროცედურული თემა იყო, კი, მე მასე იყო. მაგრამ თავარია UFC-ის კონტრაქტი იყოს და ვიზას კიდე ეშველება. ვიზასთან, მაგრამ ვიზა თუ არ არის UFC კონტრაქტიც ძნელია, მაშინ რაღაცა ისეთი უნდა იყოს რა. არიან ბიჭები, მართლა პერსპექტიული ბიჭები არიან ქართველები, მით უმეტეს ახალი თაობა მოდის, ახლა დავით რაღაც სასაული. აი ყველანაირად განვითარებულები, ძალიან მაგარი თაობა მოდის. ამას გეუბნები 14, 15, 16 წლის ბავშვებს გეუბნები. ძალიან მაგარი ბავშვები არიან, ესენი გაიზრდებიან ძალიან მაგარი ბავშვები. რა თქმა უნდა, უწყობთ ხელს და შეჯიბრები აქვთ, ძალიან ბევრი შეჯიბრები აქვთ. ხო, რაც მეტი ღონისძიებები, შეჯიბრები იქნება, მით გამოცდილებას მეც მიიღებენ, უფრო მეტად გაიზრდებიან. შეჯიბრები გვაქვს აბსოლუტურად სულ თითქმის ყოველ თვე. და აქედან გამომდინარე შედეგიც არის, რომ მართლა მაგარი თაობა მოდის. ჩვენ ორივეს გვაქვს ანუ ეს ორგანიზაცია, რომელიც პროფესიონალურ ბრძოლებს აკეთებს, ანუ კიკბოქსინგში, MMA-ში და კიდე ასე შემდეგ, ხო? GFC, Max Fight. არ დავიწყოთ გოჩა ჩვენი ძმა, რომელსაც IFC აქვს და ძალიან პოპულარულად სარგებლობს და საქართველოში საკეთებს. გვეხმარება გერმანული ორგანიზაცია ჩამოიტანა საქართველოში. განვითარებაში, იმიტომ თვითონაც მახსოვს პატარა იყო ხოლმე, სულ ჩვენთან ერთად იყო, ჩვენ დარბაზში ვარჯიშობდა, რომ გაიზარდა და მაგარი ძლიერი მებრძოლი იყო თვითონაც და მაგარი მოჩხუბარი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ერთობით და ესეთი გვერდში დგომით ერთობა თუ არ იქნება, ვერაფერი ვერ გამოვა. ბევრად უფრო მაგარ გავაკეთებთ საქმეს და ძალიან ქართველებს, მაგრამ არა უშავს, ჩვენ იმიტომ ვართ დასრული ადამიანები და უკვე გვინახია ძალიან ბევრი რამე, ამას შევძლებთ გავერთიანდებით, გაერთიანებულებით საუბარ და უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა. ხო, ხელშეწყობით და ერთობით უფრო დიდი საქმე კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ
უკვე ანუ მე მგონი MMA საქართველოში ანუ და ზოგადად ორთაბრძოლები და მაინც ეს MMA არის ძალიან პოპულარული და რამოდენიმე წელში ალბათ ნომერ პირველი სპორტის გახდება. რამოდენიმე წელზეა ლაპარაკი ხო და ზუსტად სოფლიო ჩემპიონატი არა მარტო წელს გაჭირდება 3 წელს განმავლობაში და რამხელ საქმეს გააკეთებს განვითარების ძალიან დიდი და რო ეცოდინება უკვე რომ 3 წელი უნდა იყოს სოფლიო საქართველოში დიდებში რამხელა მნიშვნელოვანი არის ძალიან. რა თქმა უნდა ქართველებისთვის, სპორტსმენებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ანუ ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და მინდა რომ აი ამ ყველა პროექტს წარმატებები უსურვო. მადლობა. ერთად გავაკეთებთ. ხო, დარწმუნებული ვარ რომ ერთობით ბევრად მეტი საქმე გაკეთდება, სადაც იმის საჭიროება იქნება მე როგორც მეგობარი, როგორც სპორტსმენი, როგორც მებრძოლი ყოველთვის გვერდით ვარ ფედერაციის და არა მარტო ფედერაციის თქვენს გვერდით ვარ და მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი წარმატებები გიორგი. კი ბატონო, მაგას გეტყვით ყველა იმ ადამიანს, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, როგორც ადამიანს წარმატებები გისურვო და დარწმუნებული ვარ რომ ეს სპორტი ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს ქართული ახალგაზრდობისთვის. დარწმუნებული ვიყავი კაი წლების უკან და მივახციეთ იმას კიდე ძალიან ბევრი რამე გასაკეთებელი. ეხლა უკვე ერთობლივად. მარტო რაც შემეძლო მოვედი აქამდე. ეხლა უკვე ერთად უნდა გავაკეთოთ ბევრი რამე ძალიან ბევრი რამეს გავაკეთებ, საინტერესო რაღაცებს გავაკეთებ და მერაბს მოგიგითხე ამერიკაში წარმატებები გადავცე მერაბს აუცილებლად წარმატება იყავი ჩვენთან და გამარჯვებას უსურვებს რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ დაგვაჯერეს მაგაში ეჭვად გეპარება. სოფლიო ჩემპიონატამდე კიდე ერთხელ შევიკრიბოთ. ან შემდეგ ანალიზი გავაკეთოთ, ან თუ გექნება კი, მაგრამ ეხლა კიდე რაღაც ბევრი რაღაცაა გასარკვევი ჩამოსაყალიბებელი. სოფლიო ჩემპიონატი მოიხსენებათ, არ არის ეხლა უბრალოდ ერთი რაღაცა ჩამოდის 78 ქვეყანა. ჩვენ ვისაუბროთ კიდე გადაცემა შედეგებზე ვისაუბროთ შემდეგ გადაცემაში როგორ მუშაობთ ამაზე კი შემდეგ რადგან გნებად ვისაუბროთ რა მაგალითად პრობლემა არ არის. მადლობა რომ ბრძოლის ხმის სტუმარი იყავი გიორგი და კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი წარმატებებს გისურვებ და ჩვენ შენს გვერდით ვართ და გაიხარეთ მადლობა პირიქით მოწვევისთვის დაფასებისთვის თქვენს გვერდით მიგულეთ გაიხარეთ